მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ისევ ლუკა ლაშაური და დღეს გამოვცდით მესის ქარდს. ფაქტიურად უფასოდ არის მესის ქარდი 100-იანი ქარდი, აი აქ შეგიძლიათ შეხვიდეთ ფუტბოლ ცენტერში. და შეგიძლიათ ითამაშოთ ფეხბურთი. ნუ ვისაც არა გაქვთ პარკოლა, ალბათ გექნებათ, ვინცაც არა გაქვთ, აიღეთ. შეხვალთ, ითამაშებთ საფრანგეთი უკრაინა, ნუ ნაკრებების თამაშებია. მე პირადად თამაშობ პროფესიონალზე. ამის შემდეგ აიღებთ ბურთებს, შემდეგ აქ შეგიძლიათ თუ კარგი გუნდი გყავთ, შეგიძლიათ აქაც თამაშოთ ბოლოზე, იორტ კლასზე და აიღებთ 100 ბურთს და შემდეგ 300 ბურთით შეგიძლიათ აიღოთ უფასო მესი, რომელიც ალბათ ძალიან მაგარიც არის. და იქნება. მოდით მანამ მესის გამოცდას დავიწყებთ მეგობრებო. გავხსნათ ექსტრა ტაიმის პაკეტებში შევიდეთ. თქვენ კი მანამდე გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო. მოდი ეს გადავცვალოთ. და ეხლა შევიდეთ ექსტრა ტაიმში. და გავხსნათ პირველი 104-დან 113-მდე იქნება მოვიგოთ მეტი შარდი. ეს ტოკენი და შემდეგ გავხსნათ უკვე ფაზლიანი, ფაზლებს რო ვამდებთ. შევიდეს. კარგით, პირველი 104-დან 113-მდე, მიდი ახლა 109-იანი დავაგდოთ, კარგი იქნებოდა. 1000 ვიხდი და 1500, 2500-ს მომცემდა და 1500 გამომივიდა და მოგება. აბა ვნახოთ, კიდევ კაი არ წავაგე რასპადორი. რასპადორს თუ ვეცდები 5-5-ი აქვს ფეხები, მაგრამ 7-იანი არ მჭირდება. მე დიდად ვაქცევ 5-5-ზე რო აქვს ფეხბურთის ფეხები, ანუ ორივე ფეხით მუშაობს კარგად. აქაც არაფერი, რადგან საჭიროა ორივე ფეხით მომუშავე ფეხბურთელი. იმიტომ რომ მომენტი რო ქონდეს და გაგიფუჭოს მარჯვენით რო 3-ზე ქონდეს და ეს 5-ზე რო გაგიფუჭოს მომენტი არ იქნება სასიამოვნო და 109-იანი. ოპა, კარგი იყო ეს ძალიან კარგი იყო. ძალიან ბევრს არ მოგივია, მაგრამ რაც მოვიგეთ ძალიან კარგია. მე-4. პირველი ფულჰაში ავიღოთ. და ბოლო. მიდი რა. ბოლოა, მიდი. პირველი 106-იანი, 7-იანი. კარგი, რიქველმე ავიღოთ, მოდი. კარგი და ეხლა გადავცვალოთ ფაზლებზე. შარდებზე უფრო სწორედ და დაგიბრუნდებით. აი მეგობრებო, დაგიბრუნდით და მოდით გავხსნათ. ჯერ არას დავაწვეთ, იქნებ კარგი დაგვიგდოს. აბა წავიდა. 30-40 ფაზლი მშვენიერი. კარგია. ეხლა კი მეგობრებო, მანამ გადავცვლი და რაღაცებს ვიზამ. დავაპაუზე ვიდეო. თქვენ მანამდე არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება, არხის გამოწერა და ასევე დაკომენტარება. და აი დაგიბრუნდით ისე მეგობრებო, აი ეს არის მესის ქარდი. ორ გაძლიერებული მყავს. ძალიან ცოტა მიკლია ერთხელაც რო გავაძლიერე. ასე რომ პენალტებსაც ვითამაშებ. და მე ნახოთ. პენალტებს 100 გამაძლიერებელს ავიღებთ. და გამომივა ერთ გაძლიერება. მანამ მე პენალებს ვითამაშებ, გავვნახოთ მესის ძალები, შევაფასო 148 სისწრაფე. შვენიერი. 159 დარტყმა. რავი, ძალიან კარგი. 154 დრიბლინგი, ძალიან კარგი. შემდეგი აქ ჯარიმის დარტყმაც ძალიან მაღალი აქვს, 118 აქვს მესის ჯარიმის დარტყმა. დაფინიშება 173 აქვს სწორი დარტყმა, 127 დარტყმის სიძლიერე 172 პოზიციისგან დარტყმა 151 და პენალები 92. ასევე დრიბლინგი 154 ვიცით, ბურთის კონტროლი 156, რეაქცია 151 და ბალანსი 154. რავი, ჩაახტომაც 120, ჯამპინგი. და რა ვიცი, ძალიან კარგი ქარდია. დაფინიშების დარტყმა აქვს, სწორი დარტყმა აქვს და პლეიმეიკერი.
ასე ეხლა მანამ ჩვენ პენალებს ვითამაშებთ, თქვენ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააკომენტარეთ ვიდეო. თქვენ ამით დამეხმარებით, რომ მე უფრო ახალი ვიდეოები დავდო, საინტერესო ვიდეოები დავდო და სტიმულს მაძლევთ მე ამით თქვენ. ასე რომ გადავრთავ გაძლიერებულ მესიზე. დაგიბრუნდით მეგობრებო და აქ 3 მისია მქონდა. შევასრულე 3 მისია და ეხლა საჩუქრად არის 108-დან 113-მდე ფეხბურთელი ფოტივერსეს ფეხბურთელი. ნახოთ, იმედია 100-ს არ დავაგდეთ და ბევრად კარგს დავაგდეთ. და გასვლა მეგობრებო. ზიდანი დავაგდეთ, ხო? კი. 30 ფაზლი მეგობრებო, ძალიან კარგია, ცუდი არ არის. გავაძლიერებ მეგობრებო მესის და დაგიბრუნდებით. თქვენ კი მანამდე არ დაგავიწყდეთ ვიდეოს და ლაიქება, არ დაკომენტარება და არხის გამოწერა. აი მეგობრებო, გავაძლიერე მესი, დარტყმაზე 1 მოემატა და დრიბლინგზეც მოემატა. სისტრაფეზე მე მგონი ცოტა მოემატა, ან არ მოემატა, არ ვიცი ზუსტად. ნუ დრიბლინგზე დარტყმაზე ცოტა მოემატა. ახლა კი მოდით გამოვცადოთ მესი, ატაკი ვითამაშოთ, რამე 3 ცალი ვითამაშოთ. ან 4 და 1 ფეხბურთით ვითამაშოთ მეგობრებო. აი მეგობრებო, ჩემზე ნაკლებიანი გუნდია. 109-იანი გუნდი, ძალიან ნაკლებიანი, მაგრამ 113-იანი ზიდანი ყავს და 100-იანი მანდაიკი. ნუ არის ყველაზე მეტად 113-იანი ზიდანია გასაკვირი. ანუ გავშო გაიტანა. კარგი ხარ ყარა, მაგრამ მესი სად არის? აი მესი აქ არის. მესი დარტყმაც და მესი პაჩო ამასაც ყავს. მესი ანკარა მესი ვინიკოვიჩ საივე ამბა ჩაბუნკუნი პასი მესიზე მესი რომ მოგრად მეთამაშება დაცვა მესისე მესი აბა მესი ანკარა მესი გო ვიტინია პასი მესიზე ანკარა მესი გოლ ანკარა მესი გოლასო ანკარა მესი ძალიან მაგარია მესი რა უცნაურად დაარტყა გამიგვიდა მაგრამ ცოტა აცდა ისე კარგი გოლი მესი ბრუნდება ისა მანე დაასრულებენ კარიერას მესი და რონალდო. ალბათ ეს ბოლო მსოფლიო იქნება, რა თქმა უნდა. 4 წელი არ ამგონია დარჩნენ ფეხბურთში. მაგრამ მთავარია ჯერ არიან, რა თქმა უნდა. მიხარია რომ არიან. მესი დარტყმა რა გოლი გაიტანა. აუ იმან არ გაიტანოს და ბოლო გოლი გაიტანა შენ. მესი 8-8 დაუსრულე 7 მესიმ გაიტანა. მესი და კვარათი გავიტანა 1 უბრალოდ თავიდან პარამ დაიწყო და შორ დავარტყა დავიწყოთ შემდეგი აი მეგობრებო დაუბრუნდი ისე დავიწყოთ შემდეგი აბა მესი იწყებს კარგია აბა ნახოთ მესი მარჯვენა ფეხით დაარტყამს მარცხენით გაუშვა ძელმა გადაარჩინა არ ვიცი ასლიანი მესია და გაიტანა მაინც ძალიან კარგი ჩავარდიჩას მომწონს ძალიან მომწონს მესი გაიტანა მესი ანკარა მესი ყარა პასი მესიზე მესი ანკარა მესი 9-ში გაუშვა ძელები მე რამდენად გაარტყა საღოლ მესი ისეც ურტყამს მესი ოფსაიდი პასი მესიზე გაუშვა მესი ჩამოხსნა ბადე რა გოლი გაიტანა კვარა პასი მესიზე მესი ძელი მე რამდენი ძელი ისა მესი გოლი მესი ანკარა მესი კვარა ჯარიმას ურტყამს აბა ნახოთ კვარა როგორ დაარტყამს წინვალედ დაარტყა არ ვიცი კვარა ძალიან კარგად ურტყამს ჯარიმებს კვარა ბურთით პასი მესიზე გავიდა პასი მესიზე დარტყმა გაიტანა მესი
კაი გოლი იყო. კვარა. მოდრიჩი, პასი მესიზე. მესიმ დაუშვა. კარგი ბურთია უდებია. პასი მესიზე გაიტანა. ჯორჯ ბესტი. პასი კვარაზე, მესიზე დაგორება, ძელი. არ და გაიტანა ძელი რომ არა. 7-7, ზუსტად 7-7, ერთი კვარამ გაიტანა გოლი, დანარჩენი მესი, ჯარიმა გაიტანა კვარამ, დანარჩენი მესი, ოჩაღ მესის. აბა მესი ნახოთ, ძალიან მომწონს, ძალიან კარგი გააკეთეს. ასთხრიან მესისაც ჯობია მე მგონი. მესი. იმედი მაქვს შემდეგ კვირას პორტუგალიელი რონალდოს გამოვა. მესი, მე პირადად რონალდოს ფანი ვარ, მაგრამ არც მესის მომწონს. კარგად თამაშობს ძალიან. კარგად როგორი ფერბურთელი რა თქმა უნდა. მესი. ანკარა მესი. მესი. ანკარა მესი. ვინ იყო მეკარბე? მესი. ქუჩმა მართლა. ისე ამ ახალ განახლებაში ცენტრები მეკარედ გამოვიდა, ზოგი დაცვათ, და რავი, მეკარებს სტრაიკერადაც გამოვიდა. აი, უცნაური განახლება, კატეგორიასა. მესი 100. ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს კვარაზე, 113-იანი კვარაზე და რავი, 100-იანი რონალდოზე და რავი, ყველაზე ძლიერი დარტყმა აქვს. ძელი გარტყა კიდევ. მესიზე! რამის გაიტანა. აბა ვნახოთ ჯორჯ ბესტი პასი კვარაზე. კვარამ დაუტოვა მესის გოლასა, ანკარა მესი. ბესტი პასი კვარაზე. მესი ყოფილა შემეშალა. მესი გაუშვა, გაიტანა. სოკრატესი პასი ბესტი. ოფსაიდი. ცოტა გავათამაშე ბურთები. 6-5 მოვიგეთ. კვარამ გაიტანა 1, მოკლედ ყველა მატჩი კვარა 1-ს გაიტანს და მერე მესი გაიტანს. დანარჩენ გოლებს. მომწონს ძალიან მესის კარდი. ძალიან კარგი კარგი ჩანს. და ეთყობა ჩანს. არა არის რა თქმა უნდა. აბა კვარა მესი ინტერნეტი რატო არ უარგა იმას? ეგ ცუდია, ცოტა მიჭედავს ჩვენთან ეკრანი. აიტანა მესი. კარგი შორი მოჭრილი დარტყმა იყო. მესი გათხარა რა გლიჯა. მენკარა მესი. კვარა. პასი მესიზე. მესიმ გაუშვა. აცდა. მინდა გაიტანა. მესი გაუშვა. ეს არა ხო არაცდა ეს. რა გოლი გაიტანა. მესი. შორი გაიტანა შენ გაუშვა 100. მესი ძლიერია ძალიან, მე რამდენი ძელი გაარტყა. რა დარტყმა აქვს ესეთ სულ ძელს არტყავს, ძლიერ დარტყმავს. ან ცოტა აცელს. მაგრამ მოჭრილებს ძალიან მაგრად არტყავს. კარებში შორის. ასი მესიზე. მესიმ გაუშვა რა გოლი. მესი, ეს გოლია, იმიტომ რომ მესია. მესის კარდი მე მყავდა 104-იანი მყავდა და 99-იანი წოლია მანამდე. მაგრამ 99-იანი ჯობდა 104-იანი მესის. ბევრად კარგი დარტყმა ხდება, როგორ მართლა ვარ. 104-იანი უფრო ცუდ დარტყმა. მაგრამ 100-იანი მესი ძალიან მაგარი დარტყმა. ახლა მიეცი. საიდან დაარტყა ბესპონა კანონი. მე მგონი მოვიგეთ, იმედი მაქვს მოვიგეთ. მოვიგეთ კიდე აქ უკვე სუმესიმ გაიტანა. ერთი ატაკით ვითამაშოთ და შემდეგ უკვე ფეხბურთზე გადავიდეთ მეგობრული. მესი იწყებს. მესი რანაირად დაარტყა, რაღაც სასაცილო გაჩერდა. ვიტინია, პასი არ ცუდ პასი. ბესტი ბურთი ვიტინია აქ. მესად არის მესიმინდა კარგი ამოვიდა. მოკლედ ძალიან ცუდი პასი იყო. ეს კვარაცხელია. პასი მესიზე. მესი გაუშვა გაიტანა. კარა მესი.
მილიკოვიჩი ძალიან მაგარი მეკარეა. მაგრამ მაინც ახალფულ ვეღარ შევა მეგონი. ახე მესი რა მაგრად ურტყამს, სწრაფი დარტყმა აქვს ძალიან და მიზანშიც კარგი და მიზანური დარტყმა. კარგი აქ მესი რომ მაგარი დაცვა იყო, კარგად ამიბლოკა დარტყმა. ჩამიხტა. ყვარა. მესი მილინკოვიჩი კაი ბურთი იყო. ალექსანდრე მოკლედ რამდენი ბურთი ამახია დაცვა. მესიმ გაუშვა, გაიტანა შორი მოჭრილი. ყვარაცხელია. მესი გაუშვა, გაიტანა. მესი კარგი გოლი იყო. ყვარაცხელია ბურთით. მესი დარტყმა გაიტანა. კარგი გოლი იყო. ყვარა გაუშვა, გაიტანა. აიღო. სათა გადავედი მეთქი გაიტანა თქო. ერთი ფეხბურთით ვთამაშოთ მეგობრებო და დავასრულებ ვიდეოს. აქამდე კი თქვენ გამოიწერეთ არხი ლუკა ლაშაური და დალაიქეთ ვიდეო. გავაგრძელოთ. ნაოდ რა კარგი შემადგენლობა ყავს დეივიდი. კარგია, 100-იანი მოდრიჩი ყავს, მე 112-იანი მყავს. დავიწყოთ, გავადიდოთ ეკრანი, რომ კარგად დავინახოთ. ყვარა ბურთით მესი. აქ შეიძლება წავაგო. შეიძლება არ წავაგო, რადგან მესის დამახვილებული ყურადღება. მოდრიჩი აქ მოდრიჩი მიდიოდა პასიდან. მოდრიჩმა ჩამიჭა. კვარაცხელია. მესი. კარგი ხარ მესი. ყველა ერთად ვანდაიკი და კაკერკეზი რას უშვება მესი? აქ ბოლოს 3 ერთად დამეტაკა. მაინც გამოაშტერა, მაგრამ ბოლოს ამართვა. ოპა, არ არის ასიამოვნო შეტევა, დეივიდი დარტყმა დედეა. კარგი საფათო ბურთი იყო, კარგად დაუო. ჩაწოდება, სოკრატესმა გამოიტანა ბურთი. მესინდრენი და მოდრიჩმა ჩაჭრა, მოდრიჩმა დარტყმა მესი ბურთით. წავიდა მესი სწრაფად. რა ხელა იტანზე არ გამოშდა, რა უხეშად მეთამაშა მეკარე. რა პასულა მოვიდა, საიდან? მოდი აქ. ამას ორ გამოყოჩა და უცბად. ინტერნეტის რო არ უარგა რა. ეთამაშე, პაჩო, მიდი. ვეფერი. მიდიხაზი იბოდია რა. წავიდა მესი. ხაშად მეთამაშებია. ინტერნეტის გამო გაჭედა ამ დამპალის ინტერნეტის გამო. გააკეთოს ინტერნეტი და მერე ითამაშოს. ეხლა გამოსწორდა. როცა მე მჭირდება ის მომენტი, მაშინ ის არის რა თქმა ფუჭდება და მაქვს მომენტი, მაშინ გამფუჭდება, გავფუჭდება ხოლმე ინტერნეტი. აქ 0-0 ანგარიში პირველი ტაიმი, არის მომენტი ხოდა მაინც დამისრულა საჯმა, არ მოცადა. მოდით შეტევაზე გადავართოთ, ან დავაბალანსოთ, თუმცა შეტევა იყოს. მიდი მომენტში. არა, ძებია დაცვას დაბრუნდეთ ისე. სოკრატეს ეთამაშა ლიკანგენია გიდგას წინ. არა, მუსიალა. მაგრა დაარტყა. ბავშვი იჯდა მე მგონი იქ მაღლა და ცხვირპილში გაარტყა ბურთი. ისეთი მაგრა დაარტყა. აქ ნადოჰიერო ბურთით. მოდრიჩი. სოკრატესი ითამაშა პასი მე ბესტზე. ბესტი. არა, გამოვიდა. ჩავწოდოთ. გადმოტანა გამოვიდა ფაქტია ფონზე. არა. მესზე ამახვილეთ, ურადღებას მაგრამ გოლი მაინც ვერ გამიტანა. კარგია მეგობრებო.
კასა ფაბრეგასი, პასი სოკრატესი ვერ ითამაშება ლიკანგინი, კასპასი ფაბრეგაზე ფერნანდო ჰიერო ბრწყინვალედ თამაშობს. კარგი დაცვა ძალიან ბესტი ბურთით მესი აყავს ახლოს ასე ავიდეთ მოვიდა მესი რა დამიბლოკა პასი ჩაჭრა იგივე გაშალა გრძელი ფეხები უნდა იყო ჩაბუნკუნი რა უნდა ახლა ზამბოტა შენსა ჩაბუნკუნი დაყენებულა ვაიმე გამიტანა ჩაბუნკუნი რა უნდა ახლა და მადამ გამიტანა ამის გამო ასი ბესტი კარგია ბესტი გადმოიწოდა მესიზე თავით მადამ ძაცინავს დაუდგა სურო ერთ კაცი აშველებოდა მაინც ვერ აწლებოდა ბეხენი შემოშია კარგია ბეხენი მაგრამ რა შე გამწია ტიპმა მოდრიჩმა გამწია იტინია ჩაბუნკუნი ვერ ითამაშება ზამბოტანი დედა აქ კარგი ხარდებია კარგად გამოვაგდო წავაგე 1-0 მეგობრებო ერთი ატაკით ვთამაშობ და დავასრულებ ვიდეოს მეგობრებო თქვენ გამოიწერთ ამ დროულად არხი და დალაიქეთ ვიდეო გავაგრძელოთ მესი ну წინა ახლა ფეხბურთში ვერ გამოვცადეთ რადგან მესიზე ატაკი უნდა ითამაშო გამოვცადე კარგად ფეხბურთელი მესი იწევს აბა ნახოთ მესის ძლიერი გაუშვათ მესი გაუშვა ცოტა პასი ყვარაზე მესიზე პასი მესი გაიტანა როგორ რბილად დაუწყა ნაზად შეუგორა რაღაცნაირად შეუგდო მესი გაიტანა კარგად გაიტანა მესი გაიტანა მესამე გოლი უკვე იტინია პასი მესი გაიტანა რა მაგრა კუთხეებში ურტყამს ძალიან მაგარ კუთხეებში ურჩევს მესი ანკარა მესი გაიტანა ისევ მესი გაუშვა საიდან გაიტანა მესი გაიტანა მესი ანკარა მესი ყვარცხელია ვერთით დაუგოროთ უკან კარგი პასი დონორმა ამიღო მესი მას დაატყაშე მეკარეს მას ცოტა გოლზე ყოფილი იყო სამაგერო და ეს კარგად გაიტანა წინვალად გაიტანა მესიმ გაუშვა რა გოლი მესი ზელში აუთამაშა ბუთი მოდრიჩი მესი მოვძებნი გაუშვა გაიტანა შეიძლება კარგი აზრი იყო რომ დავიცადე რა თქმა უნდა მესის გამოცდა გვაქვს და მე-11 გოლი მეგობრებო მე-11 გოლი ასე რომ მეგობრებო ასე დავასრულებ ვიდეოს იმედია მოგეწონათ ვიდეო მესის გამოცდა დალაიქეთ ვიდეო გამოიწერეთ არხი პირველ ლაიქზე დავდებ საინტერესო ვიდეოს 1000 ფაზლი მაქვს და რამე საინტერესო ფეხბურთელი დავიღო და იმის გამოცდას დავდებ გავაძლიერებ და დადებას გამოცდასაც დავდებ მეგობრებო გამოიწერეთ არხი დალაიქეთ ვიდეო და კომენტარეთ ვიდეო ნახვამდის მეგობრებო მომავალ ვიდეომდე შეხვედრად ნახვამდის